წუხელ გვიანღამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კოლხიდას დასახლებაში ხვინგიების ოჯახში ყაჩაღობა მოხდა. სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი 62 წლის ქალს სახლში შეუვარდა. დაზარალებულის განცხადებით მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე განცხადებით სახლიდან წაღებულია ოქროს ნივთები, ფული და თხილის მოსავალი. დაზარალებულ ქალბატონს სამედიცინო დახმარება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პირველად არაფერი არ უთხოვდათ, პირდაპირ თხილი წაიღეს აქეთ, იქით იდო თხილი ტომრებით იყო და წაიღეს და ის გავიგონები თხილის ის და მერე ეს თხილი რო გაიტანეს იქიდან ოქრო და ფული, ათასობით ფული და ესენი და მე არ მქონდა 10,000 და 5 და რამდენიც იყო იქ ვასწავლე იქ სადაც იყო და არ ნახეს მერე წამათრიეს ძალით, თმით, იარაღით და მივეცი ფული. ხო და მერე კიდევ ოქრო რაღაცები იყო იქ. ისიც წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზუგდიდის რაიონული სამმართველოსა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის შედეგად დანაშაული გახსნილია და ძარცვის მონაწილე სამივე პირი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით სამივე დაკავებული დაზარალებული ხვინგიების მეზობლები არიან.